აქ ისეთი ფუსფუსია. კი, საოცრებები მოხდა უცებ სიამოვნებით არა. სასწაული ხდება. მაგას მე გავაკეთებ მერიკო. და მეორე სასწაულს ვაკეთებ ახლა. არ არის შენ არ გააფრთხილებ ხოწები. მესამე სასწაულს. მესამე სასწაულს ვაკეთებ. სასწაული იმიტომ რომ არის უმარტივესი. ალბათ ყველა მიხვდა რომ მიყვარს მარტივად მოსაბლადებელი სწრაფი. ალბათ გემრიელი, ეს არის აუცილებელი. ესეთ ფორმა გვჭირდება. ამას ეძახიან ტარტის ფორმა. შეიძლება ცოტა უფრო დაბალი იყოს. შეიძლება ჩვეულებრივ ფორმაში მოვამზადოთ, მაგრამ თავარი ის არის რომ არ იყოს ძალიან მაღალი, ღრმა ეს ფორმა, იმიტომ რომ ბევრი ცომი გვექნება და არ გვინდა ბევრი ცომი. რაც შეეხება ცომს. ესეც ალბათ უკვე იცით რომ თავს არ ვიწუხებთ ცომის მოზოლით და ვყიდულობთ ცომს. ჩვეულებრივი ფენომენ ცომს რო ეძახიან. თითქმის ყველა ბრენდს უკვე ეს ცომი აქვს და ყველა მაღაზიაში გვხვდება, ასე რომ იაფია. ძალიან გთხოვ როგორ გასასწრაფო ახლა ეს აი ესე და ესე მოვიდება აი მასწავლე ჩაოლებრივად ესე და მე ეს ხო არ მჭირდება ძალიან ბევრი მივხვდი ანუ არ მჭირდება ძალიან სქელი გავიგე ნაჭრები და გავიგე დიმა მიხელ რა დიმა პატარა ბავშვით არის ბავშვებს რო უყვარს ცომის გავტყელება და ცომზე თამაში ესე აღონ ძალა უნდა მაგას შენი ძალა უნდა ძალა რო გამოგიწო ძალიან ძალა ძალიან სულადმოერე ნახე რა შეიძლება აი ეს უნდა ხლათ რა შეიძლება ხლათ უნდა გავაკეთო მართლა მაშინ იმიში ცოტა გამოძიე ხო რა ხო გამოწია აი უფრო აქეთ ჩამოწია ბოლომდე ბოლომდე კიდე წკიბზე აუში რა ნახე რა უქნა მას ძალაო და გადაერცა იქვე გადაკეცა რა იქვე გადაკეცა და ქვილი უნდა დააყარო რომ ესე არ იმასია საკუთარ გადაიკეცოს მოკლედ ვაფრთხილებ რა შეიძლება ხლათ შურუპა კრევეტი მოიღეთ ხო აი ასე ცომზე მუშაობა მეც მიყვარს იშვიათად ხდება ოღონდ ეხლა მე ვიტყვი მე ზუსტად არ ვიცი რატო მაგრამ მერიკომ დამაჭრევინა ცოტა ტარხუნა ბევრი პრასი, ჩემი საყვარელი პრასი და ლობიო. ოღონდ პრასი როგორ გიყვარს? აი, გიყვარს უმი პრასი თუ გიყვარს ლობიო და გაჭრინე? ლობიო თქო. მე გავგიჟდი რა ლობიო ვიყურები. ლობიო გამახსენდა რას? თან დამაჭრევინა ლობიო. ამიტომ პრასთან გამახსენდა. სოციალური. აი, მწვანე ლობიო იყო თუ წნელი? არა, ლობიო ალყა დაჭერი თუ ისე. დამაჭრევინა ლობიო. დაჭრი ლობიო არსებობს? წვანე ლობიო დაჭრი ლობიო არ არსებობს, არა, ასე. წვანე კი, წვანე შეგიძლია. ხილია, მოგიდა შემდეგ პარასკევს და ცადოთ იმით. შემდეგ პარასკევზე რას გელოდო ახლა? აი ეს აგერა. ხელი ცომი გვაქვს მოკლედ, ესეთი, შეგვიძლია მე რა ავათამაშოთ. მიდი, ისეს ვაკეთებენ ხოლმე რა თამაშები. ეს ძალიან დიდი ამხელა არ გჭირდება, იმიტომ რომ ფორმა უფრო პატარა გვაქვს. მაგრამ უნდა გადავადოთ ამ ფორმას, ცოტა გავწელოთ, რომ კარგად მოერგოთ ჩვენ ფორმას. ესე. და ესე დავაჭიროთ კარგად რა რომ დაეწებოს. და ისეთი მეტი უნდა მოჭრა ნაჭერები, მოხიო? ის ბრაკია? ნუ არ გჭირდება ახლა თუ გინდა შევინახოთ და რაღაცა გავაკეთოთ. და ეს თვითონ ტარტალას ცომი რო სქელი ყოფილიყო. სქელი როგორ? ნუ ვთქვათ აი ეს რო დადოქვემოთ და უფრო სქელი იყოს. და რა თქინდა? რა თქინდა? არ გადაყაროთ არაფერი. ეკონომის მაგ არა, ეკონომია კი არა, რატო იცი ამას რო დადებ ის არ სულდება ძირი ძალიან და მე აი სწორი კითხვა ბაიკო იმისთვის რომ ეს არ დასოლდეს და ძირი არ გაუვარდეს ამიტომ შევდებ ცოტა ხანი ღუმელში გავამაგრებ ამ ცომს მე გამოვიღებ და დავაწყობ უკვე სასურველ ინგრედიენტებს და არ დავიწყებ პომიდრით დავიწყებ ყველით და ლობიო დაჭრილობიოთ ანუ ეს არის ახლა მე რასაც ვაკეთებ ეს არის პომიდრის სტარტი არ გამომიდა კარგად ეს ბოლომდე უნდა იყოს გადადებული ესე ანუ მაქსიმალურად კედლებზე უნდა ადიოდეს იმიტომ რომ ეს ღუმელში ისევ ჩავა ცოტას და ესე არ უნდა იხეოდეს აქეთ-იქეთ ძალიან უყურებელია. კრიტიკულია, ხო? ეს რატო ზედმეტად გავათხელეთ? იცი რა, არა, რაღაცა სიჩქარეში ესე გამოდის ხოლმე. ჩანგალი გვინდა რომ დავჩხვლიტოთ და არა გვეფუყოს ეს ცომი და არა. ერთი დათმო 4 ნახრეთ. ეს შევდოთ ახლა ეს ცომი ღუმელში რომ ცოტა შიგთავსის გარეშე რომ ცოტა გაპოცხოს და არ გაგვისვა. რო დადებ საერთოდ არ გასვა. ოხო ღუმელი რა წამოვიდა. იქ რა ხდება?
მე ეს რა გავაკეთოთ აქედან? ხინკალი, ვაი. მაგდან შეგვიძლია რამე გავაკეთოთ, მაგრამ მანამდე ატრია გავაკეთეთ და მივრიანი საუსი მოვასხათ. მომეცი ვითამაშებ რა. არ უნდა გავაკეთო. მაგაზე კაც არ გააკეთე. და გავაკეთოთ კიდე რამე. მოიცა ბაია რა. კიდე გვაქვს ფორმა და შეგვიძლია კიდე გავაკეთოთ პატარა წყალი. ძიმა. ყოლბად ნახე. ბუგანს. ეჭი. ეს პარასკევი ვარ ბავშვობაში გადავარდნილი და ნუ მიშნით ხელს. მოდით ახლა ერთი წუთით მაცადეთ და დავამთავრებ ამ ფობოის, რომელიც ვერ დასრულდა. ხებში ვიდა. ეს ჩვენი ბაგეტი, დარჩენილი ბაგეტი, ეგ მე არ მინდა. გავჭრათ ბაგეტი. ბაგეტს თუ დამაყენებს ხელზე იმდენჯერ დარჩენილი ბაგეტი. გავიგე ბატონო. გავიგე. ჯამე ცეცხლი და აი კიდე კაი აღიარა შევესოდე ეხა. კარს ბაიას დაუკლია. არა. ბაიას არ უჭამია და ამიტომ ბაი ამ სენდვიჩს ეჭამს. არა, აღარ მინდა ძალიან. ხوار გავისტება გამდე სტუმარებს და შეუნახოთ ხასოთ. არა, იმ სტუმრებისთვის უფრო მაგარი კერძები მზადდება მერე, ასე რომ მესამე ბლოკში. და უფრო შესაფერის. მოდი ეს ცომები გამოვიღოთ, არ მინდა ცომები. გეთანხმები. ცომ გამოცილი აი რატო შეჭამე მაგეთ რას უშუალოდ მაგ. აი ამაზე გეთანხმები. სამ გამოცნილი აჭარულის ვარიანტი. ხო, ცომ გამოცლილი ფობოი გვექნება. აი ეს ნამდვილად და ეს ისიშვიათი გამონაკლისია, როცა მაიონეზს გამოვიყენებ. ო, დიდო მე. Shame on you. ისიშვიათი. რა უცილებლობა იყო ეს მაინც რომ შენ იმ პრინციპებს? იცი რა, ეს არის არა, ეს არის უბრალოდ კლასიკური ვარიანტი, ეგეთი ამ ფობოის და მაიონეზი ესეთ ხვაც და ცოტა სენდვიჩზე ძალიან გემრიელია. მე არ მომწონს და ვეწინააღმდეგები ყველაფერში და დიდი რაოდენობით მაიონეზს, ასე რომ. გჭირდება აუცილებლად გვინდა და ვისაც ცხარი არ გიყვართ, მათთვის ეს სენდვიჩი არ არის ცხარე соуსი. დედამიშვილე. აპას ერთ ხარეს უკეთებ მარტო? ეყოფა. მერიკო ერთ ხარეს მარტო? ერთ ხარეს ხოლოდ. და ეხლა ჩავდოთ უკვე ჩვენი ინგრედიენტები, რომელიც არის ყველა სენდვიჩს, ნუ აბსოლუტურად ყველას უნდა. ფოთოლი, სალათის ფოთლები. გაჟები. კიტრის წნილი გვაქვს, ამასაც გავჭრი და ეხლა ჩავდე. ხარია, ხო ბაია. გითხარი არ ქნავეთ. თუ ის თუ გეი. აუხლო ეს რა არის? პურის სომი დააყოლებინე გავუძე. არ მინდა. ეგრე მართლა გეუბნები დამიჯერე, ვიცი ეგ. მერიკო ძამბერი და არა, არ დამისხენ ბევრი. კომბინაციაში არ მოგეჩვენება ეგრე, ეგ ცალკე არ უნდა ჭამო. დავდოთ კრევეტები. თან არა ქართული სიცხარე აქვს რაღაცნაირი. არ არის ქართული, ბალცემულო. ეს მექსიკურია, ცნობილი მექსიკური. ხო, და იცი ქართულ სიცხარეს კიდე ვიტანდა. ქართულ სიცხარეს აგერ ნიჭიერის სცენაზე კილოებით უმკლავდებიან. აუ ეს რა იყო მართლა ციტაკები ბავშვა და ისე მაინტერესებს, აი ამას ესე ჩაისხავ და პირში. კი, კაცო, ის მაგაზე რაკები გონია რა საერთოდ. ქართული სიცხარეს შეჩვეული ხარ, გაიგე? აწლეულებია. მათხოვეთ. სიცხარეს ჭამდა და ეს სხვა სიცხარე აქვს. სარი. 800-იერები ხომ? ეს სპორტსმენებს, მაგრამ უსუნო. ნიშადურნარევი. აი მართლა სიმძიმის რამდენი კაცო? სიმძიმის აწევის წიხოს ნუ თქვი მაგას მოვიდნენ აზრზე. ხო, სხვა ერთად შეიძლება. ცოტა პამიდრები დავალაგო. მოიცა იმან სართულები აშენა ამასობაში ერთი წუთი რა და ფასალთის ფოთლის ჩვენი კრევეტები. პომიდორი. სხვა რო განეიტრალებს ნამდვილად. არა როგორ უნდა დააფარო ეგ თავზე? სკოჩი. ეს. უნდა გადასკოჩო? სკოჩი. ეს კარგი დაპრესია. ჩამოვარდა. უფ, ვარდება. ეგ თვითონ არ ჩამოვარდებოდა ვიღაცის იყო. აი ეს უნდა დაიკავო ხელში. მიდი აი ჩაკმიჩე შედვით. ესე ჯიგრულად, შენ არა, ვერაგას. მიდი. ფუაბოი, მიდი. მიდი ფუაბოი. ფუაბგელ, მიდი. ამაზე შეჭამე ხა ნამდვილად. ძერ სურათი ხომ გადავუვი. ცოტ მე გადამიღე მაგიანა. მიდი სურათი გადავუვი, გეტიროს. ერთი წუთი სად არის? და შესაბამის სახე უნდა მივიღო, რა ძალიან კი ეს მაგას რო ჭამ, ძალიან ხშია ეს. ეს არის ისტორიული მომენტი. აბა დღე არის. შეხედე?
აი, მე ამერიკაში ლაპარაკებ, შენი ლაპარაკი. ხექედი. მაიონეზი გაკ. აი აქ. აი ეს იქნება ნიჭერში ცებრალი კაცი წიწაკებს რო აი ძალიან გემრიელი. არავის წიწაკ არ იგრძნობა წიწაკა. ყველაფერთან აი ეს მომიწერია ხმაში. მაგარი ფოტოა. ჩვენი ეს ფოტო დაიდება ხა ნახეთ რა მაგარი ფოტოა. ძალიან ბევრი მოწონება და მე კიდევ ვიცი რაღაც მარტო მოწონებებიც არ ექნება, მაგრამ აი და ყველაფერი არ მაქვს რომ გადავჟე და გავაგზავნო ჭამა. ცოტა მომიჭერი. მოიჭრება. ჩემთვის მერიკოს არ ენანება. არა, ფიზიკურად შეუძლებელია მაგ. ხო, ცოტა რთულია ამის გაჭამა და გავჭერთ. აია, ტაბასკო დააყოლე. კარგი, მე გადაჯექი შემიდი. 2 წუთია დრო და მე გავკაჭავ. არა, პრობლემა გადაჯექი. მოდი მე 2 წუთი გვაქვს დრო. გადაჯექი შენ. უი, რას ამბობ? არა, რა. არა, ყველაფერს მოვასწრე, ბევრი დრო გვაქვს. არა, უნდა დავასრულოთ, ჩვენი ტარტი უნდა დავასრულოთ. ეს ხიან კურიერამდე ვართ, კაცო. უგზინი. ახ, ეს მაინც ამოიფუყა. მესამე გვაქვს ძალიან დიდი ბლოკი, ასე რომ ტაბი დაისვენეს მიირჩით. არა, დიმიტრი, გადადე 1 წუთს მინდა რომ დავასრულო. დამაცადე მეთქი რო გეუბნები. გადმოდი აქეთ. არ შეიძლება და რა ვქნა ეხლა. ხალი დაუჯერეკა. ეს ამას თავის მერკანტილური ინტერესები აქვს. მიდი მე მივეხმარები მე. გადმოდი. უყა მაინც. ხო, ცოტა ამოიფუყა მაინც, იმიტომ რომ ფენოვანი ცომია, მაგრამ არა უშავს. არა, კარგი. და რას ვაკეთებ ახლა? პირველი ფენა რაც გვინდა, ეს არის ყველი. ყველი მე მაქვს რამდენიმე აქ მოტანილი, მაქვს ეს ცოტა უხასიათო ევროპული ყველები როა, ედამერი, მაქვს სულგუნი, მაქვს თხის ყველი და მაქვს ფეტა. ეგ შემასწავლე სულგუნი. ანუ ფეტუჩინი, ხო? ხო, და ახლა რატოშები ნახევარს, მოდი ორი სხვადასხვანაირი ტარტი მინდა გავაკეთო და გავყოფ, რომ ახლა არ გვაქვს მაგდენი ადგილი და დრო. ერთი იქნება პომიდრი და ბაზილიკი, ბაზილიკი ეს უარომატულესი წვანილი, რეჰანს რო გავს ისეთი. სასწაული გემოაქვს. სასწაული, აი სასწაული სუნი აქვს, ნუ თუ ბაზილიკს ვერ ვიშოვით, გამოვიყენოთ რეჰანი. რეჰანი ძალიან კარგად მიდის ამ ტარტში. ესე დავჭერათ დიდად. და სამხარეს შეგვიძლია საერთოდ ყველის გარეშეც გავაკეთოთ ეს ტარტი. არ არის აუცილებელი ყველი გქონდეს, მაგრამ მაშინ პომიდორი უნდა დავდოთ, ცოტა მარილი დავაყაროთ და გავწუროთ მაქსიმალურად 30 წუთი გქონდეს მაინც გაჩერებული, რომ სულ არ დაგვისველოს. და მე დავადოთ პომიდორი და ბაზილიკი. ესე იგი ორი სახეობის ყველი, პომიდორი და ბაზილიკი დავდეთ. ხო, და იგივეს გავაკეთებ ახლა გვერდით, მხოლოდ გამოვიყენებ პრას. აი ეს საყვარელ პრას. ახლა პრასი შეიძლება მოვშიშოთ ცალკე და ისე გავაკეთოთ ეს ტარტი, შეგვიძლია ესე პირდაპირ. ხო, შეიძლება ცოტა ჩაი, უფრო ხრამ უნდა და ისეთი დარჩება, რამე ეგეთი მერჩა. კარგი, აქაც ორი სახეობის ყველი დავყარეთ. ესე. გამარჯობა. კარგად შავამსეთ. პრასი, ბევრი პრასი, ტარხუნა მაქვს სადღაც. იანანასავი ტარხუნა დავჭერი, მე აიგორძია, მანდარი. იანანასავი. რა? მერიკოს ლაპარაკი ჩამეძინა და მაჩერეს. აქაც. ვარა. პომიდორი. ბაზილიკი თუ არა გვაქვს, ალტერნატივა რა გვაქვს? რეჰანი. პომიდორის ტარტია ეს ფაქტია. არის ეს იმას? პრასი თუ არ გვაქვს, მერიკო. ისპანახი, სოკო, რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. სად არის შესაძლოა? ამას შევდებთ ახლა სადღაც 20-25 წუთი ღუმელში, მე გამოვიღებ ცოტა ხნით, მოვაყრით ან თხის ყველს, ან ფეტას, ან ცოტა ისეთ ხასიათი. და ამასობაში მოგვესწრება ტყის ქათამით, შემოგვესწრება. მე ახლა შევდებ ამას სოკა. და შეგვიძლია ახლა. გავიდეთ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ მამაკაცები დაიკავებენ სხვა შუადღის სამზარეულოს, ნახოთ როგორ ამზადებენ ისინი ნანადირებს პირდაპირ ჩვენი სხვა შუადღის სამზარეულოში.